მორიელის დრო, ვერ გავექცევით ახლა ამბავს. მუდამ მათი დრო იყო. არა, მუდამ არ არის საინტერესო. რატო ტყუპებმა რა დააშალოს? არ გინდათ ცოტა მეტი ხით-ხითი ოპტიმიზმი, არ გინდათ ცოტა გახარება? და სერიოზული ნიშანია, ხალხო, კი, როცა სერიოზულობა გინდა, კარგია, მაგრამ ზოგჯერ ხო გინდათ ოპტიმიზმი, ხით-ხითი. კი, მართალი ბრძანდება. ამიტომ ყველას აუცილებელია ყველგან. კერჩხები არ გვინდა თავისი ემოციურობით, მზნობიარობით, თავის ყურადღებით, ყველა გვინდა. ყველას თავისი ეშხა ვერძი არ გვინდა გიჟგადარეული სულ ერთთან ბავშვია და რო ხო მეტად ძინჯი არის ხო არა გასაგებია მაგრამ თლიანობაში ხა გვინდა 12 ნიშანი რატოა ჩემო კარგმა 12 ფსიქოტიპია ყველას თავისი ეშხი აქვს ერთი რო გამოაგდო უკვე რაღაცა გვაკვდება მე ხვდები ბალანსი დაიღო ხო უბრალოდ ეხლა არის მორიელის მოედანზე თამაში რო იტყვიან ხო ამიტომ აქედან გავმინარეთ ჩემო კარგებო ესე იგი ამ კვირაში ჩვენ გვაქვს კარგი კვირა დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია რაიმე თუ გაქვთ მნიშვნელოვანი საქმე, მოლაპარაკება, ხელშეკრულება, მოგზაურობა, ყველაფერი ამ კვირაში, იმიტომ შემდეგ კვირა უფრო რთულია. ეს კვირა გაცილებით უკეთესია. გაითვალისწინეთ, გვაქვს 3 გეომაგნიტური დღე. სამშაბათი, 4 შაბათი კვირა. აი ამას მიაქცეთ ყურადღება, თუმცა მთლიანობაში კვირა კარგია. შესაძლებლობები გვაქვს ძალიან კარგი, აი მაგალითად 2 შაბათი, 3 შაბათი, დღეს და ხვალ. მავნე ჩვევებისგან განთავისუფლების დროა. ვის რა მავნე ჩვევა აქვს? ზოგი შეიძლება იყოს მიდრეკილი ალკოჰოლისადმი, ზოგი თამბაქოს ვერ ედევა და ასე შემდგომ და ამიტომ გაქვს საშუალება რომ ეს ყველაფერი გამოასწოროთ. ამასთან ერთად ეს პერიოდი ძალიან კარგია სარესტავრაციო საქმიანობისათვის. ხო. პლუს გაქვთ დაუშვათ ძალიან კარგი შესაძლებლობა რომ მაგალითად გინდათ სოფლის მეურნეობა ან აგრობიზნესი გაქვთ. შენებლობის სფეროში ხარ ჩართული. აი გაქვთ შანსი წაიწიოთ წინ სერიოზული ხელშეკრულებები დადო და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები წარმოადგინოთ. ამასთან ერთად თმის შეჭრა გინდათ დღეს და ხვალ საუკეთესო დღეებია თმის შეჭრის. მოგვიხდება ყველა ვარიანტი. აუცილებლად არის დღეები ყოველთვის ვაკვირდები ამას და ისე აი ტყუპები. შენ არ გეგონოს რომ ყველა დღე შენ ხო გონია რომ ყველა დღე ერთნაირია, უფრო მეცაც გეტყვი. მაგალითად თმას თუ შეჭრის შენ მაშინ როცა მთვარე გადის ქალწული ზოდიაქოს, ის მერე დიდ ხანს ამოდის. და თუ შეიჭი როცა მორიელი ზოდიაკოშია ძალიან მალე ამოდის და მე გიგდები რომ ასე მალე რამ გაგარდა მე ხვდი მაგრამ ვისათვის მოვლა უნდა ლომი ზოდიაკოში როცა გადის თვარე მაშინ უნდა მოიდო გადასარევად მოულით მე იმ თვას იქნება ძალიან კარგი მე ხვდი ამიტომ თავისი დეტალები აჰა მიხედა თავის თვაში აქედან გავამდინარე ჩემო კარგებო ესე იგი ამიტომ მივაქციოთ ახლა ყურადღება რაც შეეხება 4 შაბათს და 5 შაბათს დაუგდეთ ყური უფროსი თაობის მანდილოსნებს სწორ ჩევეს მათ შორის დედებს სწორ ჩევეს მოგცევენ აქ მანდილოსნები უფრო პრაგმატულად აზროვნებენ ვიდრე მამაკაცები მამაკაცები ცოტა ფანტაზიის სფეროში გადადიან 4 შაბათი 5 შაბათი ამას მივაქციოთ ყურადღება და დიდხანს ფეხზე ნუიდგებით ვენების გაგანიერება ხდება ძალიან ადვილად ესე დღეებში, ამიტომ ჯობია იაროთ, ვიდრე იდგეთ. ამას მიაქცეთ ყურადღება. რაც შეეხება ხა პარასკევს, შაბათ-კვირას, კულინარია თუ გიყვართ, ფოტოგრაფია თუ გიყვართ, ხელოვნება, პოეზია, ლიტერატურა, შემოქმედებით ინჭის გამოსავლე და ერთ-ერთ საუკეთესო დროა, მაგრამ პარასკევს საღამოს, შაბათ-კვირას არავით არის ნარკოტიკები, არავით არის ფსიქოტროპული პრეპარატები და ალკოჰოლური სასმელები გადამეტებული ფორმით. თორე გახდებით არაადეკვატური. და მე ამას მოყვება პრობლემები და კიდე. პარასკევი დღის მეორე ნახევარი შაბათი-კვირა. ახალი ფეხსაცმელი არ იყიდოთ, არ გამოგადგებოთ. პარასკევი შაბათი კვირა. და არ ჩაიცვათ ახალი ფეხსაცმელი. შეიძლება მოგიჭიროთ და მე დღეს ჩავარდებით ვიხდით. არის სპეციფიკური დღეები, რასაც ხადრე არ მოვახვილეთ, მაგრამ ეხლა უკვე ვამახვილეთ თქვენს ყურადღებას, რომ აი ეს დეტალები ყველა დღეს თავისებური აქვს. თუმცა შაბათ-კვირას ინტუიცია გამახვილდება. ძალიან ძლიერი იქნება. მოგზაურობა გინდათ, გადასარევი პერიოდია. უცხოეთთან კონტაქტი მშვენიერია შაბათ-კვირა. ამ ხრივ გამოიყენეთ მაქსიმალურად, ხო? ეხლა რაც შეეხება უკვე თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ყველა იგრძნობს რომ პოზიტიური პერიოდია. აი დავიწყოთ ვერძით. ვერძს და ენერგოტონუსი მიუხედავად იმისა რომ ნელ-ნელა მცირდება, ნელ-ნელა, მაგრამ ამას უფრო შემდეგ კვირაში იგრძნობთ. ამ კვირაში მაინც გაქვთ იმდენი ჯანი, ენერგია, შრომის უნარიანობა, რომ აქტიურად იმოქმედოთ, ინიციატივა გამოავლინოთ, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოთ, მაგრამ იგრძნობთ, რომ წინა კვირებისგან განსხვავებით აქ ცოტა მეტად იღლებთ. ეს მომენტი არის, ამიტომ თუ გაქვთ საშუალება, ცოტა გამოაძინეთ საკუთარი თავი. არ იქნება ცუდი. სამაგიეროდ საქმიანობაში ძალიან კარგი შესაძლებლობებია. აქ შეიძლება ძველი პრობლემები მოაგვაროთ, საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. მნიშვნელოვანი ფინანსური სფერო და საკითხები
მოაწესრიგოთ და შეიძლება გარკვეული მატერიალური დივიდენდებიც მიიღოთ, ბიზნეს სფეროში ჩაერთოთ. ეს ყველაფერი არის, შანსიც არის, ოღონდ ერთი აუცილებელი დეტალია. შენ მორიელი ხო გიყვარს? გიყვარს. მორიელის მერვე ასტროლოგიურ სახში გადის ახლა ვერძის ზოდიაქო, რაც ნიშნავს იმას, რომ ის გეუბნება ენას კბილი დააჭირი. არაფერი არ თქვა. არავით არის ზედმეტი ინფორმაცია, რას აპირებს, ამიდიხარ, აგეგმები გაგვინ მოგწონს ყველაფერი მოწავა. თუ ამას დაიცავ და საიდუმლოდ იმოქმედებ, გაცილებით მე წარმატებებს მე თუ ერთ შემორიელს არ უთხარი, არ იქნება კაი ამბავი. დასაგებია, მაგრამ ვერც ეხება მხოლოდ? ხო, პირველ რიგში ვერც. და მორიელს არ უნდა უთხრას თუ საერთოდ არ უნდა უთხრას? საერთოდ. აი რაღაცა არა, მორიელი რა შუაში, უბრალოდ მორიელის მერვე სახლში გადის ახლა ვერძის ზონა და მორიელის მერვე სახლი ეს არის საიდუმლო. ესე იგი ამის ერთ-ერთი მისია კოსმიური ამ კვირაში არის საკუთარი საიდუმლოს დაცვა. თუ უნდა რომ იყოს წარმატებული. მას არ ვიღებ. მეხდი, ამაზეა საუბარი. ახლა კურო ცოცხლდება, იმიტომ რომ ენერგია იმატება, იმუნიტეტი მზარდია, ფსიქოემოციურად სტაბილურდება აშკარად. მეგობრობს მორიელთან და ამიტომ ეს ენერგეტიკა უკვე აშკარად იწევს ზევით, განწყობა უკეთესი აქვს და შესაძლებლობები წარმატების. საუკეთესო დროა ქორწინებისთვის. პარტნიორული ურთიერთობა, თანამშრომლობა, გინდა ბიზნესი, გინდა პირადი ურთიერთობა ძალიან კარგად წარიმართება. შემოქმედებითი ნიჭი, უნარი, შესაძლებლობები რაც კი აქვს, აი ხა შეუძლია კარგად წარმოაჩინოს. პარტნიორული თანამშრომლობის გარდა აქვს შესაძლებლობა მგზავრობის, მოგზაურობის, ბიზნეს საქმიანობაში ჩართვის, მატერიალური მდგომარეობის გამოჯობესების კუროებო, ძალიან საინტერესო წარმატებული პერიოდი გაქვს წინ. არ გაჩერდეთ, იმოქმედეთ. კიდევ ერთხელ მეორე, გინდათ ინდივიდუალურად, გინდათ პარტნიორული თანამშრომლობით მიაღწევთ წარმატებებს და ფინანსურად გაძლიერდებით. თქობებო. ალბათ ისმენთ. სხვათა შორის თქვენი ერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა ისე როგორც ვერძის, მაგრამ ჯერ ისევ ვერ იგრძნობთ ამას. ჯერ უფრო შემდეგ კვირაში იგრძნობთ ამას, რომ მე უფრო ენერგია ნაკლები გექნებათ, მაგრამ ეხლა ეს რას ნიშნავს, რომ ეცემა? ნიშნავს იმას, რომ არ გადაიღალოთ, თორე დაიღალეთ. კი ბატონო, გადაღლა კიდე სხვა არის, ხო? მაგრამ დაიღალეთ, გამოაძინეთ საკუთარი თავი. თქვენი პრობლემა არის რა, 24 საათი თქვენი მუშაობს. ღამეს კი ფიქრობთ. მეგობრებო, ამიტომ ცოტა უნდა გამოიძინოთ, რომ თქვენ მოუკეთესოთ მუშაობს, რატომ? იმიტომ რომ კარგი პერსპექტივები გაქვთ საქმიანი კუთხით. შეიძლება ახალი საქმე დაიწყოთ. ახალ მნიშვნელოვან პროექტში ჩაერთოთ. ახალი სამსახურიც კი ან ახალი სტანდარტების სამსახურთან დაკავშირებით გამოჩნდეს. ამიტომ პერსპექტივები გაქვთ მრავალფეროვანი. საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რომ კარგი ურთიერთობები გქონდეთ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან მიმართებაში, ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თქვენი ორიგინალური, არასტანდარტული იდეები ახლა ძალიან მოთხოვნად იქნება. და თქვენი იუმორი ძალიან გაახალისებს ხალხს და ირგვლივ ადამიანებს. ამიტომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში შეიძლება ძალიან ადვილად მოექცეთ. თავარია თავს გავუფრთხილდეთ. თავარია არ გადაიღალოთ, ამაზეა ლაპარაკი და ცოტა არ გაცივდეთ ამ კუთხითაც, იმიტომ თქვენი ამბავი რომ ვიცი, გიყვართ ეს სუბუქად ჩაცმა და ასე დეკოლტეები და ასე შემდგომ და რაღაც ცოტა გრილა უკვე შემოკარგება ეს უნდა შეიგრძნოთ ხო მაგრამ ამათ გარეშე უინტერესოა ცხოვრება ესეთ რამე შემოგთავაზებია ხოლმე რომ არ შეიძლება არ ბიაქციო ყურადღება და არ აქვთოვანდე ეხლა რა შეიძლება კერჩხებებო თქვენი ერთ-ერთი ვარსკვლავური დროა ეხლა მზე გადის მორიელს, რატო გიყვართ თქვენ მორიელები? იმიტომ რომ თქვენი მონათესავე წყლის სტიქის ნიშანია. თავდო თქვენ ეხლა შარმი გემატებათ, კრეატიულობა გემატებათ, მიზდულობა გემატებათ. საუკეთესო პერიოდია ერთ-ერთი წლის განმავლობაში. ამიტომ რა შეიძლება მეტად? იდე ეხლა ოღონდ რა ხიფათი გაქვთ? გაქვთ ერთი ხიფათი. ხიბლში ჩავარდნი? ო? ძალაუფლებას თუ ფლობთ, აი ეს ხიბლში ჩავარდნა დამთავრდება ჩემო კარგო. ეგოისტურ დიქტატორული გამოვლენებით და ბრძანებლობით, რაც დაგიმთავრდება კონფლიქტით. თუ ამ თვისებას დაიოკებ, საკუთარ თავზე ზედმეტ წარმოგენა რაღაც ლომის სინდრომი უჩნდებათ ამათ. ეს ნეგატიური ტენდენცია თუ არ გამოჩნდა, სხვადასხვა პერიოდი არის ძალიან დასამახსოვრებელი და კარგი. გინდა მგზავრობა მოგზაურობა, გინდა პარტნიორული ურთიერთობა თანამშრომლობა, გინდა მატერიალური მდგომარეობის გამოუჩებესება, პროფესიონალური წინსვლა, შემოქმედებითი მუშაობა, ყველაფერში ხართ ახლა კარგები. გემატებათ ინტუიცია ყოველ დღე, რომელიც გაძლევთ ზუსტ არჩევანს. და სწორი ნაბიჯებს, ამიტომ ნუ გააფუჭებთ ამ პერიოდს ზედმეტი დიქტატორული ტენდენციები და ძალაუფლების ცუდად გამოყენებით. კი ბატონო. რაც შეეხება ლომს, ლომი ამ შემთხვევაში მოდი ავუშვოთ ძალიან სხვანაირი ხდება, სხვა პერიოდისგან განსხვავებით. ენერგოტონუსი მართალია ცოტა ეცემა, მაგრამ ჯერ კიდევ მაინც აქტიური ენერგიულია და საქმიანი კუთხითაც პერიოდი კარგია. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა უთხრა, სახლში უკეთესად გრძნობს თავს ამ კვირაშიც, ვიდრე გარეთ.
ამიტომ ურჩევნია სახში, სხვა შეიძლება ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს. ავეჯი იყიდოს, გაალამაზოს, დაუშვათ თავისი სახლი, ეს თავისი ბუდი ახლობლებთან კარგი ურთიერთობა, თანადგომა ძალიან მაღალი, როგორც ნაცნობისგან, ასევე ოჯახის წევრებისგან, სადაც ბედნიერად გზობს თავს. მაგრამ გარეთ ცოტა სირთულეები აქვს ოჯახს მიღმა. აქ მეტი დიპლომატია, თავდაჭერა, აქ ცოტა მეტი ტაქტი ურთიერთობებში რო არ დაიძაბოს სიტუაცია. ეს დამშვენია. მაგრამ თლიანობაში პერიოდი ცუდი არ არის. თუ რაიმე საყოფაცხოვრებო პრობლემა გქონდათ გადასაწყვეტი, აი ამ კვირაში მშვენივრად გადაწყვიტავთ. რაც კიდევ უფრო გაალამაზებს თქვენ ცხოვრებას. ამიტომ თლიანობაში კვირა კარგია. კონტაქტებით, შეხვედრებით, მოლაპარაკებებით შეიძლება იყოს საკმაოდ ნაყოფიერი. თუმცა მათი განხორციელება შეიძლება მოხდეს დაახლოებით 2-3 კვირის შემდგომ. მაგრამ ახლა უკვე შეიძლება რაღაც კარგი რაღაცა საწყისი ეტაპი ჩამოყალიბდეს. რაც შეიძლება ქალწულს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ენერგოტონუსი, მაღალი, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, სხვაჩვენს კარგი შრომის უნარიანობა აქვს უკვე, იმიტომ რომ ენერგოტონუსის მატებასთან ერთად მატულობს ეს სურვილი მუშაობისა, გინდა ინდივიდუალურად, გინდა კოლექტიურად, თანამშრომლობს გადასარევად ყველასთან. მგზავრობა მოგზაურობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. კონტაქტები, შეხვედრები, მრავალფეროვანი მოლაპარაკებები ძალიან წარმატებული იქნება და ამასთან ერთად ეს არის პერიოდი, როდესაც შეიძლება მშვენი ინფორმაცია მიიღოს. აქ შეუძლია იღრძნოს დახმარება ვისგან? მეგობრებისგან, ნაცნობისგან, მეზობლებისგანაც კი. ამიტომ ყველა მხრიდან მოდის წარმატების შანსი, ესე იგი მთავარი არის ახლა არ იზარმაცოთ, აქტიურად ჩაერთოთ საქმეებში, იმიტომ რომ გინდა მატერიალური კუთხით, გინდა პროფესიონალური კუთხით ძალიან კარგი შანსები და პერსპექტივები გაქვთ. რაც შეეხება სასტურს, სასტური ჯერ არ უჩივის, ენერგოტონუსი უმცირდება, მაგრამ ჯერ საკმარისად ენერგიულია, კომუნიკაბილურია, კონტაქტურია, გონება მახვილია, მშვიდობიანია და დიპლომატიურია, რაც აძლევს საშუალებას კარგი მანევრირებისა საზოგადოებაში, მაგრამ ამასთან ერთად შემოდის ფინანსები, ადრეული დაწყებული საქმეებიდან მაგალითად. შეიძლება აღმოჩნდეს პრემიების, ბონუსების წინაშე ეს ნიშანი, პრომეტის პარტიული დახმარება მიიღოს, შეიძლება ისეთი საქმეები განხორციელდეს, რომელიც მას სულ არ უნდოდა. და სხვა პროექტს აპირებდა, მაგრამ განხორციელდება სხვა პროექტი, მაგრამ ეს სხვა პროექტი ისეთ წარმატებული აღმოჩნდება, რომ საოცარ მორალურ კმაყოფილებას და სხვაშორის ფინანსურ კმაყოფილებასაც კი, შემოქმედებითი კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ამიტომ ძალიან კარგი შანსები აქვს ყველა დონეზე აქტიურად. შემდეგ კვირა ესეთი ეფექტური არ იქნება. მივადექით მთავარ მოქმედ პირს ამ კვირისა, მორიელს. შემოგარგებო, ვინ არის ყველაზე შარმიანი, ყველაზე სექსუალური, ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე საყურადღების ცენტრში ყოფი მორიელი. ეხლა მათი შარმი წარმოუდგენლად ძლიერია. მორიელი ვისაც ყავთ, ეხლა გვერდით, კარგად შეხედეთ, მათ თვალებს შეხედეთ, გამოხედვას და რა ენერგეტიკა მოდის, ხო? ამას იგზნობთ, ეს არ ნახული რამ არის. ყველაზე წარმატებული, ყველაფერი გამოსდის. აი ახლა უნდა მიდგეთ მორიელებო, მოდგეთ, ხალხი შეაწუხოთ და იაქტიუროთ. პროექტების რეალიზაცია გინდა მნიშვნელოვანი საკითხების წინ წაწევა, პრობლემების მოგვარება, პარტიული თანამშრომლობა და რასთვარია, ბევრი გზნობს ამას, მისი ირგვლივ ყოფი და ეთმოსნებიან. ამიტომ ძალიან ბევრი გაუჩნდება ესეთი ადამიანები, რომელიც გაეზიარებს აბსოლუტურად მის იდეებს და მაქსიმალურად ეხმარებიან კიდეც. ამიტომ მორიელებო, ეხლა თქვენი დროა. დიდხანს ელოდით, იაქტიურეთ, იმოძრავეთ, ყველაფერი გამოგივათ. ძალიან შევდოსნებო. ჯერ კიდევ კარგი შანსები გაქვთ. ამიტომ ეს კვირა არ დაკარგოთ. შემდეგი კვირიდან თქვენ დაგიწყება ძალიან რთული დაბადების წინა პერიოდი. ეხლა ენერგოტონუსი მართალია ცოტა დაგეცემათ უკვე, ამიტომ გამოძინება უკვე მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაგრამ ჯერ კიდევ კარგი შანსები არის. პარტნიორული თანამშრომლობა, ინიციატივის გამოვლენა, საინტერესო პროექტებში მონაწილეობის მიღება, შეიძლება საინტერესო წინადადებები მიიღოთ, ახალი სამსახური, ახალი საქმეც კი დაიწყოთ, შეიძლება სხვათა შორის ბინაც გამოცვალოთ, ან მანქანა შეიცვალოს, რაღაც სასიგეთო ცვლილებები უდავოდ არის. ამიტომ მთავარი ეხლა იაქტიუროთ, თქო ერთი აუცილებელი პირობით, აი როგორც ვერც, ასევე ზუსტად შულოსანს ერთი პირობა აქვს. ენაზე კბილის დაჭერა. საიდუმლოს დაცვა. თუ ზედმეტ არ ელაპარაკებთ თქვენი გეგმების შესახებ, გაცლებით მეტად წახვალწინ და იქნებით მეტად წარმატებული ყველგან და ყველაფერში. თხისკა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ინიციატივიანია, შრომის უნარიანი და ყველაზე ერთ-ერთი წარმატებულია. ყველაფერი გამოდის ამ პერიოდში, ოღონდ სამყარო ითხოვს იმის გაკეთებას, რაც მას მაინდამაინც არ უღურს. სიახლეების შემოტანას. შეიძლება ახალი ვარცხილობა, შეიძლება ახალი ჩაცმულობა, შეიძლება ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა, შეიძლება ახლებური ურთიერთობების წარმართვა, რაც შეიძლება მეტი სიახლეები. თხისკებო, რაც მეტად თქვენ იქნებით არა თქვენს კონსერვატიულ ბუდეში ჩართული, არამედ ცოტა რაღაც ახალსიოს დაუბერავთ, როდესაც თუ შეიძლება ითქვას თქვენ ცხოვრებაში. მით მეტად იქნებით წარმატებული, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ინტერნეტთან.
აქედან მოდის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, აქედან შეიძლება გაიცნოთ მნიშვნელოვანი ადამიანები, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი იქნებით ფრია წარმატებული და რაც თორია, ბევრს გააკვირვებთ რით. აი ეს თქვენი ცოტა დესპოტურ ხისტი ხასიათი, აქ იცვლება მეტი დიპლომატიით და დემოკრატიული პრინციპით. ადამიანი შეიძლება უთხრათ, მე შენ ესე გირჩევ, შენ როგორც გინდა, რასაც სხვა დროს არ აკეთებთ. და ამას შეიძლება ძალიან სასიაოვნოდ გააკვიროს ადამიანები და უფრო მეტად აწიოს თქვენი ავტორიტეტი. რაც შეეხება მერწყულებს, ნაცრისფერი კარდინალი. ხო გსმენიათ? აი როგორ უნდა იყოს ახლაც. წინა კვირაც ესეთი იყო და ახლაც. ჩუმად თუ იმოქმედეთ გვერდიდან, ყველაფერს ხედავთ. გავლენაც გაქვთ. ოღონდ არ ჩახართ. აი ესეთი მოქმედება სერიოზულ წარმატებებს მოგიტათ. იდეების რეალიზაცია უფრო მალე წავა. ფინანსური მდგომარეობაც უფრო მეტად გაუმჯობესდება და პარტნიორული თანამშრომლობა იქნება ფანტასტიკური. თქვენ ყველაფერს აგვერდებით, ზეინტუიციური ხართ ამ პერიოდში და ყველაფერი გამოგდით კარგად, თუმცა თქვენ არ ჩახართ. წინა პლანზე ფიხდით, გზავრობა მოგზაურობა გინდა, ურთიერთობები ადამიანებთან, პროფესიონალური წინსვლა, აქ შეიძლება მიიღოთ საინტერესო წინადადება, ახალი თანამდებობაც კი დაიკავოთ. ამ მატერიალურ მდგომარეობასთან ერთად კარიერული წინსვლის პერსპექტივა ძალიან მაღალია და ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია სიყვარულისთვის. აქ შეიძლება უცებ ვიღაცა შეგიყვარდეთ. ნუ ამ შემთხვევაში ნაცრისფერი კარდინალობა აღარ გამოვა, გამოხვალთ ამ სცენაზე, მაგრამ ალბათობა მაღალია იმისა, რომ შეიძლება ეს სიყვარული ზოგიერთ შემთხვევაში ქორწინებითაც კი დასრულდეს. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდია თქვენთვის. და მივადექით თევზების ზოდიაქოს. თევზებო, აი ვინ არის მესამე ფავორიტი ამ კვირის. თქვენი შარმი მატულობს, ენერგეტიკა ძლიერდება, იმუნიტეტი უფრო ძლიერი ხდება, ემოციურად უფრო მშვიდდებით, ინტუიცია ზემძლავრი, შემოქმედებითი ნიჭი გადასარავი და იდეოლოგია შეიძლება ჩართოთ სერიოზულად და გახდეთ იდეოლოგიური ლიდერი გარკვეულ პარტიაში, გარკვეულ ორგანიზაციაში, გარკვეულ ჯგუფში. თქვენს ეხლა მოდით თქვენ შეფასებას ან თქვენ დასწრას ეხლა ფასიადება. ამავდროულად თქვენი რჩევა ექნება ძალიან მნიშვნელოვანი სხვებისთვის და წარმატების ფაქტორი გაქვთ ყველგან. არა მარტო სამშობლოში, არამედ უცხოეთში. ამიტომ მოგზაურობა, უცხოელებთან აქტიური კონტაქტები, პარტნიორული თანამშრომლობა, უცხოენების ათვისება, ერთობლივი ასე ვთქვათ, კონტაქტი, ეს თქვენი წარმატების შანსია. ამიტომ აქტიურეთ. თქვენთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო დროა, რომელიც დიდ წარმატებებს მოგიტანთ. წარმატებები ყველას. ის შეიარებულია. და წარმატებული. დიდი მადლობა. და ამასობაში